რამდენი გულშემატკივარი მყავს, რამდენი შინაური მყავს, ვინც მაქებს, მეფერება, მამხნევებს, ყველა მიცის, მაგრამ ურევია ადამიანები ზოგჯერ გამოერევა ისეთიც, რომელიც ყველაფერს, რა ქვია მაგ სიტყვას, გიპუსტიაკებს რომ ქვია რუსულად. მოიცა რა ქვია? გიუბრალოვებს. მასეთი მქონდა და გადავყარე. მასეთი იმდენი მაქვს, თუ მესმის, ეს ის სიტყვებია, წინადადებებია, რაც მთელი დღე მესმის ყურში. მთელი დღე ხო ბაღში ვატარებ, მე ბაღში ვცხოვრობ და სულ მესმის კომენტარები, რა თქმა უნდა, ბევრი საქები და ლამაზი, მაგრამ ისიც მრჩება ყურში სამწუხაროდ. მარტო კაის ხომ არ დაიმახსოვრებს ადამიანი. მასეთი სერვიზები ყრია საფრანგეთში. თუ ყრია, წადი და ლოცვილო და ახიკე, აქ ამ ხელაფულს რატო აძლევ? თუ ყრია, წადი და ახიკე და ლოცვილო, ვინმე ხელი შეგიშალა? არა, ეს ხდება, იმიტომ რომ შენ ჩაგტიკნოს, ჩაგანისკარტოს რაღაცა კომენტარშიც მიგიწერს. მასეთი რამდენი გადავყარეთ სოფელში მქონდა და გადავყარე. რატო გადაყარე ბერე? აბდალი ხარ? რატომ გადაყარე? მოგევლო, მოფერებოდი, მოგეწესრიგებია, გაგელამაზებია, გაგერესტავრირებია და შენც დამტკბარიყავი. რატომ გშურს, გველო, რატომ? სხვისი რატომ გშურს? დაუკიდია თეფშებით. რატო აპუსტიაკებ, რა გინდა? დაგიდე შენც, თუ მოგწონს. თუ არ მოგწონს და გაიარე. რა გინდა? ვინმემ დაგაძალა, მოგიპატიჟა, შემოგიხმო, ძალით მოგიყვანა. რატო აუბრალოებ, რა გინდა? რატო არ ყოფნის, რატო ბოღმა, რატო გახჩობს? რა გინდა? შენც გარეცხე, შენც მოუარე, შენც მოეფერე და შენც ისი ამოვნე. ვინმე გაძალებს? ყრია, მაგისთანა ყრია. აგი ჩემს სოფელში იზრდება ღობის ძირას. ხო? შენ იცინე, მართლა გეუბნები. ასეთი იმდენია სარეველა ვთხრი და ვერ ვსპობ, ისე იზრდება. მასე ყველაფერი საცხა სარეველა. ხო? გორტენზია ბათუმში გზის პირებზე იზრდება. აგი ხო, ბათუმის მცენარეა, ბათუმის ვარდია და ბათუმში ველურად იზრდება ლამის. მერე რა გინდა ამით რო თქვა? მე ქოთნით რატო ვყიდი 35 ლარად. ესა ქვე ტექსტი. კაია ესა, მოსაწონია? კაი. თუა მოსაწონი იყოს. მე არ მომწონს რომ იცოდეთ მაინც. შემჭამეს რაღაცვია, ვიდეოში გამოჩნდა მარიამმა რომ გადამიღო მამლებთან, თუ ქათმებთან. რამაცვია და ინდური წუღები მაცვია. იცი რა მოხერხებულია? მე ხომ მყავდა ინდოეთიდან მაჰარაჯების ჯგუფი სტუმრად მეგობრები ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანები, იმათმა დამასაჩუქრეს, ნაირნაირები გამომიგზავნეს. ეს ისეთია რომ ჩაითმო გახთა არ მოგინდე. ისეთი მოხერხებულია ის დაბწნილი. სოფომ წაიღო და ის დააკერებია ძირი, რეზინის ძირი. აგენს არც ერთს არა აქვს, ნახე რა მისი ლამაზია. სულ ხელით შეკერილია, ნახე. აკლემის ტყავია რა თქმა უნდა. მარჯვენა და მარცხენა არა აქვს, ორივე ერთნაირია. ასეთი მეთოდი არსებობს ამის ჩაცმის. დაასველო უნდა და სველი უნდა ჩაიცვა პირველი ჩაცმაზე და მიიღებს ზუსტად ფეხის ფორმას. ესენი მარაგებია, ჯერ არც ერთი არ ჩამიცვამს, ნახე რა კარგებია. ეტყობა ხელითაა შეკერილი სულ. რა თქმა უნდა, სულ ტყავია, ბუნებრივი მასალაა და ესეც რაღაცა განსაკუთრებულია 9 ნომერი. 9 ნომერი კალოში რომ იტყვი. ამას ერთი სქელი ტყავი აქვს, ნახე. ბევრი ფენა კი არა აქვს, ერთი სქელი აქვს. და მეორე. ძალიან კაი, აი ძალიან. ამდენს როის გავცვითავ, არ ვიცი, მაგრამ ახლა ქუჩაში ამით ვერ ვივლი. ნამეტანია, მაგრამ ასე ბაღში უკეთესი შესაძლებელი არ არსებობს. მეგობრები მაბარებენ რომ დავდივარ ინდოეთში, ნინოსაც ჩამოუტანე ერთი, ლიზას ჩამოუტანე, ვიღაცებს კიდე ჩამოუტანე, ნაირ-ნაირი. ღარიბს, დიდას ყველას ესაცვია. და ღირს არ ვიცი, შეიძლება 3 ლარი? შეიძლება იყოს გაპრანჭული ადამიანი, ერთსვას რაღაცა ძვირფასი, ტანისამოსი და ასე წაკეცილი ფეხსაცმლით გამოგეცხადოს. რომ იქ ცხელა ძალიან უდაბნოა რაჯასტანში და იმ უდაბნოში მიღებული ამბავია. იმ ქვიშიან მიწაზე ამით დადიან სულ.
რომელ ფილმშია მე მგონი რაც გინახავს ვეღარ ნახავ არა ასე რომ აპრიალებს ოსტატი ასე არა 100 მიცადე 100 ასე აპრიალებს და ახარბებს მიყიდე პაპიც კაპუნები მიყიდე ასე დავაკმაყოფილეთ ცნობის მოყვარეობა